საინტერესო ნიუსით დავბრუნდი, მეგობრებო. დღეს სტილით გავიღვიძე და პირველივე ვიდეო რაც შემხვდა, ინდოელმა კურიერმა სადარბაზოში მოჯვა. დიახ, არ მოგესმათ მეგობრებო, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ვიდეოს. ახლა ჩვენ ვუყურებთ ამ ვიდეოს პირდაპირ ეთერში. მოკლედ აი ასე მეგობრებო, კიბებზე ადის, ეძებს, აქეთ-იქით გაიხედა, გამოიხედა, ხომ არავინ არ არისო. კუთხეში დაიწყო ჩახტა, მაგრამ მე გადაწყვიტა რომ აქ კუთხეში ცუდი ადგილი იყო და ესე შუაში გაემართა, მიეყუდა კედელს ჯიგარი და თხლად გავიდა მოკლედ. ხო არ ვიცი ეს სასაცილოა თუ სატირალია თუ როგორც არის, მაგრამ ესეთი პრობლემები უფრო და უფრო გახშირდება მეგობრებო, პოლიტიკიდან გამომდინარე ესეთი კურსი გვიჭირავს, რომ რატომღაც დაბალი ხარისხის ქვეყნებიდან ხელგაშლილად ვეგებებით ამ მიგრანტებს, რომლებსაც არანაირი კულტურა არ გააჩნიათ. ეხა ეს ამ ადამიანის ბრალი ნამდვილად არ არის, რომ ესეთ რაღაცებს ჩადის, უბრალოდ ესეთი ქვეყნიდან არის, სადაც ზრდილობა და კულტურა მოკლედ, ანუ არც კი იცის ალბათ რას ნიშნავს ამ ადამიანმა და აი ასე გაიფაქტა მოკლედ რა. ეს უკვე ანუ ისეთ სტადიაშია მისული სიტუაცია, რომ შეუძლებელია რომ ამ ყველაფერს ვერ ამჩნევდე, რაც ხდება უკვე. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არის შემაწუხებელი ჩვენთვის მესმის, თუმცა ესეთი ხალხი უფრო და უფრო მომრავლდება, ესეთი ტენდენცია და თუ კი არაფერი არ შეიცვლება და ჩვენი ქვეყანა თუ გააგრძელებს იგივე პოლიტიკის გატარებას, ესეთი ფაქტები უფრო გამრავლდება და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი, ანუ რას გამოიწვევს, ნახეთ, აი ლოგიკურად გავყვეთ რა. როდესაც ესეთი ფაქტები მომრავლდება და ესეთი ადამიანები უკვე მოხშირდებიან, რომლებიც ისეთ ქმედებებს ჩადიან, რაც უბრალოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, მოსახლეობაში, ანუ ჩვენ გაგვიჩნდება უკვე ზიზღი ესეთი ადამიანების მიმართ. ესეთ სტატისტიკასაც მოვიყვან, რომ ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონება, რაც კი გაიყიდა, 25% არის უცხოელების შეძენილი. ყოველი მეოთხე ბინა იყიდა უცხოელმა. ეხლა მანდ ვაწყდებით კიდევ ერთ პრობლემას. თუ კი ადამიანი გადაიხდის $100,000 ან მეტს უძრავ ქონებაში, მას ავტომატურად ენიჭება ბინადრობის უფლება. ეხლა რა თქმა უნდა, ესეთ ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ $100,000-იანი სახლები იყიდონ მესმის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფენები, აი მაგალითად არაბები, რომლებსაც პირდაპირ განზრახვა აქვთ იმის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დასახლდნენ, ჩამოაყალიბონ თავიანთი ეკოსისტემა, საზოგადოება, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრობენ და მრავლდებიან. მაგ ადამიანებს რაც შეეხება გამრავლების პრობლემა არ აქვთ, რადგან მათი რელიგია ხელს უწყობს იმასაც კი, რომ ნათესავებში გამრავლდნენ და ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რომ სხვადასხვა მუტაციის მქონე ადამიანები იბადებიან მაგ საზოგადოებაში. ხოლო რაც შეეხება მათ რელიგიას, ისლამს, ეს რელიგია ასწავლის ამ ხალხს, რომ მთელ მსოფლიოში უნდა იყვნენ მხოლოდ ისინი, ანუ მხოლოდ მუსლიმი საზოგადოება უნდა იყოს მთელს მსოფლიოში და აი ამ პროპაგანდას ეწევა მოკლედ ჯერ კიდევ სადღაც მე-5-მე-6 საუკუნიდან, რაც საერთოდ შეიქმნა ეს მათი რელიგია. ხოლო ეხა ეს ვიდეო რაც გიჩვენეთ, ეს ან ინდუსი არის, ან პაკისტანელი და მოგეხსენებათ, რომ პაკისტანელი მოსახლეობა არის ასევე ძალიან დიდი რაოდენობის. მათი დემოგრაფიული მდგომარეობა არის ძალიან მაღალი და ეგენი ასევე არიან მუსულმანური რელიგიის მქონე საზოგადოება. მათი რელიგიიდან პირდაპირ მინიშნებები არის იმის, რომ ეს ხალხი უნდა გამრავლდეს და მიისწრაფიან იმისკენ, რომ არა მარტო თავიანთ ქვეყანაში განვითარდნენ და გამრავლდნენ, არამედ მათ სურვილი აქვთ, რომ მთელ მსოფლიოში იყოს გავრცელებული მათი რელიგია და უკეთეს შემთხვევაში იყვნენ მხოლოდ ამ რასის წარმომადგენელი ადამიანები.